4-ში ნუ ამბობ რომ ივანიშვილს დავამხობთო თქვიო რომ 4-ში შევიკრიბები და დავიშლებით და მე არ ვაპირებ ესე მე არ უყურებ კაცო ამ ბრძოლას შევიკრიბებ მე ვამბობ რომ თუ არ შევდივართ არჩევნებში თუ ამბობთ რომ ეს არის რუსული ხელისუფლება თუ ამბობთ რომ ეგ არის ლუკაშენკო მაშინ უნდა მოემზადოთ რეჟიმის დასამხობად თან ვამბობ რომ ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანად ხოცნებამ შემოგითვალა რომ ერთიო რომ ეგ ვერ გავიგეთო რას ნიშნავს მშვიდობიანი ნახვა და მეორეო პასუხს მიიღეთ მარცხია და უნდა დავმარცხდეთ ბრძოლაში მაინც დავმარცხდეთ ესე იგი 4 ოქტომბერს ვამბობ რომ დედა უნდა უტირო და დგანან წყალით ვიღაცები და აკრობენ არა ვიღაცას ბრძოლის ჟინა არა კაცო მოიცა რა 4-ია მოიცა ეს არ მოიწონს და ჩემმა პარტიამ განაცხადა რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს და თუ პოლიტიკოსი არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას მითხარით სხვა გზა გარდა მშვიდობიანი დამხობი რატო გადაწყვიტეს რომ ესე გინდა თუ არა სვავებით მეცნიერ ვერ გავიგე მაგრამ არა უშავს გამოვიდა ბატონი ყობახიძე და თქვა ფაქტობრივად თქვა რომ სუსის აგენტი იყო ეგ არის რუსული პროპაგანდა ხო ანიდა ფაქტობრივად ძალაუფლება აქ იმას რა ქვია მდინარაზე დღეს რომ მოუნდეს მამუკა მდინარაძეს გაკოჭავს ყობახიძესაც და ბიძინასაც უყურდა აბსოლუტურად სერიოზულად გეუბნები ისმის რომ ეხა მიმდინარეობს საქმე ჩაფარცხვის სპეცოპერაცია იმდენად ძიმე რომ 4 კვირა ვერ ჩაფარცხეს და თქვენ რა გონიათ ბაჩიაშვილი მართლა საქართველოს სპეცსამსახურებად ჩამოიყვანა რუსეთის სპეცსამსახურების ნამუშევრით ბიძინას აჩუქეს გამორიცხავ 4-მდე დაგიჭირო მე ეს არაფერს არ გამორიცხავ თქო მაგრამ რო გითხარო ეხა მე ეს ყველა მე ვარ მზად ამ რეჟიმის დასამხობად და დასამთავრებლად აბსოლუტურად მშვიდობიანი გზებით მოგესალმებით მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტკალაკი ამ კვირაში ოპოზიციაში კიდევ ერთი დაპირისპირება ვიხილეთ. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს ლევან ხაბეიშვილს მისივე პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დაუპირისპირდა, რომელმაც განაცხადა, რომ რევოლუციის თარიღების წინასწარ დაანონსება არასწორი საქციელია. ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო მკაცრი განცხადება ჰქონდა პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას, რომელმაც თქვა, რომ ვინც ამას აკეთებს, ის ან ხელისუფლების სასარგებლო იდიოტია, ან კიდევ სუსის აგენტი. ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსდა ხელისუფლებამაც. მის წინააღმდეგ გაილაშქრა ირაკლი ყობახიძემ, რომელმაც ფაქტობრივად ის ასევე სუსის აგენტობაში ამხილა და ასევე ხელისუფლება გადავიდა ქმედებაზე და სუსმა მისი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი თაღლითობის ბრალდებით დააკავა. რა ხდება ლევან ხაბეიშვილის თავს? რატომ გახსნა ყველამ მის წინააღმდეგ ცეცხლი და რას უნდა ველოდეთ 4 ოქტომბერს? ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში და ჩვენი სტუმარი იქნება სწორედ ლევან ხაბეიშვილი. მოგესალმები ლევან, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და უნდა ვისაუბროთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. და შენ სიკვდილს ცოტა უცნაურად განვითარდა მოვლენები, იმიტომ რომ ნახეთ ჩვენი აქტიურობა, რაღაც თარიღის დაანონსება, რომელსაც მოყვა პროტესტი შიგნით ოპოზიციაში. მათ შორის შენი პარტიიდანაც, ხო, პარტიის თავმჯდომარე გამოვიდა თინა ბოკუჩავა, რაღაცა განაცხადა, რომ ეს არ არის ეს არასწორია. მერე იყო ელენე ხოშტარია, რომელიც მას ასევე ესეთი წარე პოსტი მოგიძღვნა. რა ხდება რეალურად, რომ მოყვა ჩვენ დაქინდა ოპოზიციაში, ხო, ბოლოს კი ვნახე, რომ ელენე ხოშტარიამ დაწერა, რომ შეხვდი ხაბეიშვილს და თინასაცო და შემოუგვარდითო და ასე შემდეგ. რაზე ილაპარაკეთ, რომ შეხვდი და რატო დაიწყო ეს ყველაფერი? პირველში მოგესალმებით, მივესალმები შენს მაყურებელს, ერთის მახსენდება იმაში, რომ ხო ეს ფილმი შერეკილებში რო არის, რომ მართლა რო გაფრინდენო. ეხლა ვიღაცამ ალბათ ნახევრად ხმურობით, მაგრამ ნუ ცხადე ვიღაცა ჩათვალა, რომ ეხლა მართლა ამათ რო შემოიმხოთ 4-ის გარშემო ივანიშვილი, მერე მოიცადე, ჩვენ სადა ვართ ეხლა მე ყველას პატივს ვცემ, მართლა გულწრფელად ყველას ბრძოლას, ყველას შრომას და არასდროს პირდაპირ გეტყვი მე რა, მე არ მახსენდება დისკუსია, პირველია, და ამაშიც რატო ყველაფერი მე უნდა დაიმართოს არ ვიცი, მაგრამ პირველად ხდება, რომ ოპოზიცია განიხილავს უფრო მძიმედად, ცუდად რაღაცა საპროტესტო თარიღს და ბრძოლის პირობითად რაღაცა კონკრეტულ დღეს თუ რაღაცას, ვიდრე სახელმწიფო პარტიები თუ პარტია, ხო? იქ კოცებზე მეტად რაღაცნაირად აქით შეშფოთდნენ. ჩემთვის გაუგებარია და მართლა ვერ მეტყვი მეორე პრეცედენტს, რომ აი გახსოვს ლევან 2022 წელს რომ ამა და ამ პარტიამ ამ გაერთიანებამ ან ოპოზიციონერმა თქვა რომ აქცია დაანონს ამაზე რამე. არავის დროს არ მოხდა ეგეთი რამე. ხო, მაგრამ მან პრობლემა რა არის, რომ შენ აქცია კი არ დაანონსე. ხელისუფლების დამხობა დაანონსა. ფაქტობრივად თქვი, რომ ეს რაღაცის დასაწყისი კი არ არის დღე, არამედ ამ დღეს უნდა მოხდეს ყველაფერი და ამან შეაშფოთა ეს ხალხი. არ ვიცი. მერე შეიძლება გამოიწვიოს იმედგაცრუება, ხო, ეს თქვა თინა ბოკუჩავა, ეს თქვა. ანუ შენ რო ხალხს მოიყვან იმ მოტივით, რომ
ჩვენ ახლა დღეს უნდა შევცვალოთ ხელისუფლება, რო ვერ შეცვალო, მე რა ხდებაო? მე რა პოლიტიკური კლასი დღეს ვიც ოპოზიციაში იმათ უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში არაერთხელ დაპირდნენ ხელისუფლების გადარჩევას თუ გადაგდებას ქართულ ხალხს და სამწუხარო რეალობაა რომ რუსულმა რეჟიმმა მოიცა მე რა გეტყვი რუსული რეჟიმი ამ დრომდე ინარჩუნებს ხელისუფლებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც ეტაპზე ვინმე ხელები უნდა ჩამოუშვას, ან 4 რიცხვი გამოვაცხადო საცეკვაოდ პირობითად და მარშად რომ ეხა მარშს გავაკეთებ და დავიშლებით. მე ასე არ უყურებ. გულწრფელად გეუბნები რომ 4 რიცხვით ან ეს 4 რიცხვი არ არის ჩემი მოგონილი, კაცო, 4 რიცხვი არის ბუნებრივი დედლაინი, როცა ისინი ატარებენ რუსულ სპეცოპერაციას, რაში ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ, ხო არის რაღაცა კატეგორია მაირჩია მაგალითად ორმო პარტიამ ისინი შედიან სპეცოპერაციაში, მე ეს არ მომწონს და გავაკრიტიკე საჯარო და ვინც არ შედის იმას მოუწოდებ მე ბრძოლისკენ და ბრძოლისკენ ეს რო ვამბობ ეხა 4-ში ეს მართლა ცოტა უხერხულია ხო ესე იგი 4-შიო ნუ ვამბობ რომ ივანიშვილს დავამხობთო თქვიო რომ 4-ში შევიკრიბები და დავიშლებით და მე არ ვაპირებ ესე მე არ უყურებ კაცო ამ ბრძოლას შევიკრიბებ რას აპირებ რა შეეხება გეტყვი რა შეეხება იმას რომ შეიძლება მე რა ბრო 4 ოქტომბრამდე მოხდეს რამე ცხადია შეიძლება კაცო შეიძლება პირობითად კობახიძემ რო ჩაატარა ეს რა ქვია ბრიფინგი რომ მე ევროკავშირზე საქართველოს ამბობს უარს ამას ხო ვერ გავსაზღვრავდით წინასწარ როდის და გამოვიდა მთელი საქართველოს 100,000-ობით ადამიანი გამოვიდა და მართლა ბრძოლები ქონდა დედაქალაქში ხო რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ამიტომ ამის განსაზღვრა შეუძლებელია და შესაბამისად მე როგორც საქართველოს მოქალაქეს რა ვიცი პოლიტიკოს მესმის რომ შეიძლება 2 აგვისტოს მოხდეს რამე შეიძლება მოხდეს 15 სექტემბერს ამისთვის მზად უნდა ვიყოთ თუმცა 4 ოქტომბერი იმიტომ რომ არსებობს ეს თარიღი უკვე არსებობს ელენე ხოშტარემ დაწერა ეგარო ბიზნეს მოგონილი თარიღი გამიშელობაა კაცო არა მოდი რა ერთ ამაზე შევთანხმდეთ კაცო გინდა არ გინდა ტელევიზიები მედია თქვენს ამაზე საუბრობთ 4 ოქტომბერზე თქვენ ხო ვერ გაიქცევით ამას ამიშელობა ვინ სპეცოპერაციას ატარებს კი მათი თარიღია ისინი ატარებენ სპეცოპერაციას კი ესია აბსოლუტურად ვიზიარებ ხო ამ 4 ოქტომბრის გარშემო არსებობს იქნება დისკუსია ნებისმიერ შემთხვევაში საჯარო სიმცეში და შენ რო ოპოზიციურად განწყობილი ხარ რომელიც ამბობ რომ მე არ შევდივარ ამ სპეცოპერაციაში აბა რას აკეთებ პეპლები და ელოდები როდის აი დაველოდოთ მე არ მიმაჩნია კაცო რამეს დავველოდოთ მე ვამბობ რომ თუ არ შევდივართ არჩევნებში თუ ვამბობთ რომ ეს არის რუსული ხელისუფლება თუ ვამბობთ რომ ეგ არის ლუკაშენკო მაშინ უნდა მოემზადოთ რეჟიმის დასამხობად თან ვამბობ რომ ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანად მე რა კითხვა აქ ახლა მამუკა დინარაძეს გავუშთა როგორ შეიძლება მშვიდობიანი დამხობა მამუკა თქვა რომ ან თავს იზღვევს ან ხალხს ატყუებს დინარაძე მშვიდობიანი დამხობა ჩვენ მე ლევან ხაბეიშვილის ბოდიში რა მართლა ახლა ბოდვები ძალადობის შესახებ თუ ვინმეზე უძალადია ამ ქვეყანაში აგე რამდენიმე თვის წინ ესე იგი ივანიშვილის ხელით, ივანიშვილის დავალებით მისმა ბანდფორმირება ასობით ადამიანი აწამა. დაასახიჩა და მათ შორის თქვენი მონამორჩილი უკაცრავად ეხა ბერს ვლაპარაკობ ამ თემაზე, იმას არ ნიშნავს რომ ჯამთელი მაქვს ან თავი და ან თვალი და ან სახიზულები, ხო? არ ვარ მე ის ადამიანი, ჩემზე ვისაუბრო, იმიტომ რომ ახალგაზრდებს დაალეწეს და სკალპი ახადეს, კაცო. ხო და ეს ხალხია აბსოლუტური მოძალადე, თუ ვინმეზე ძალადობს და როცა ვლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, ამაზე ნერვიულობენ, ესე იგი ჯერთი სიტყვა რევოლუცია არ არის ცუდი. 2003 წელს მოხდა აბსოლუტურად მშვიდობიანად და აქ არაფერი რამ ვინმე თმისღერი ჩამოუვარდა 2003 წელს. დამხობაა მშვიდობიანი. ხო, როგორ არის როგორ აგერ გიყვებით როგორ არსებობს. აი შევარდნეს რეჟიმი დაემხო 2003 წელს აბსოლუტურად მშვიდობიანად. ჩვენ სამეზობლოში, სომხეთში აბსოლუტურად მშვიდობიანად პაშინიანმა დაამხო რეჟიმი. ეს გააკეთა აბსოლუტურად მშვიდობიანად. ამიტომ ეხა ამის მაგალითები სოფლიოში არსებობს კი არა, აგერ გიყვებით საქართველოს და აგერ გიყვებით ჩვენს სამეზობლოში. ამიტომ ეხა ვიღაცებს უჭმუნოები აქვთ რომ არ უნდათ რომ თქვა დამხობა უფრო მეჯერ გავიმეორებ დამხობას თუ მშვიდობიანი არ მოწონს იმას რა ქვია მდინარადეს რა ვიცი გაუთკივარებით დამხობა მამუკა არ ვიცი რომელიც გესიამონება მიიღე იმიტომ რომ რეჟიმი რომელიც არჩევნებს არ ატარებს აყალბებს და ამას მარტო ხაბეიშვილი და ის კი არ ამბობს კაცო სოფლიო ესე იგი ევროკავშირი ამბობს ეს არაღიარებული ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს რომ აქ არჩევნები გაყავდა ბოდი შაბა ესეთი ხელისუფლებები თუ დამხობით არ უშვებ იმათ აბარასაკეთებ დამხობაც მორევაზია რა თქმა უნდა იქიდან ხოცნებამ შემოგითვალა რომ ერთიო რომ ეგ ვერ გავიგეთო რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა და მეორეო პასუხს მიიღებო ეხლა ნახე მე მიიღებთო ვინც დამხობა მან არის პასუხი 4 ოქტომბერზე ანუ შენ თავად რასაც მეკითხები მან არის პასუხი ანუ შეშფოთდა ხო შეწუხდა ხო ოცნება და აქამდე თუ იძახოდნენ ეხა ეგ რაღაცა მასხარა აბა ეხა კლონ ეხა დაიწოსო მოიცა კაცო ეს თუ დამხობას გვიპირებთ აბა ეხა ჩვენ ზომებს მივიღებთ ანუ სერიოზულად მიიღეს ანუ სერიოზულად ნერვიულობენ სწორია კაცო სწორი ინსტინქტი
კონფლიქტები გაუჩნდათ, ვიღაცა ეუბნება რომ არა ხართ ბიჭებო ისე მყარათ რომ თქვენ რო შეუძლებელი იყოს თქვენი რეჟიმის დამხობა, აბსოლუტურად ნორმალურია. და ესეც რეაგირებენ. ხვდები რომ ეხა უნდათ რომ ვიღაცა დააბულინგო, აბა რევოლუცია არ თქვა, აბა დამხობა, აბა რა ვთქვათ კაცო, ესე იგი უნდა დაგვლეწონ, უნდა დაგვიჭირონ, სახლებში მოგვივარდენ და ჩვენ ვთქვათ რომ არა პეპლები, ჩვენ არაფერს არ ვიზამ. ბოდიში, მაგრამ მე ასე არ უყურებ. აი 4 ოქტომბერზე რო იძახის მამუკა მდინარაძე რომ აი ჩვენ ამას ვიზამთ, იმას ეს უკვე აჩვენებს მათი მხრიდან რაღაცნაირი სისუსტის გამოვლინება ამორთოში თუ კიდევ უფრო ფორსირებული იქნება. მე დარწმუნებული ვარ რომ კიდევ უფრო მძიმე ისტერიკაში ჩავარდებიან. და გამოსავალზე მინდა აი მოკლედ თქვა და მე ნებისმიერ კითხვაზე კაცო ვისაუბროთ აქ. აქ იმაზე კი არ უნდა იყოს, ეხა პოლიტიკოსი რა დამოკიდებულა. აი ხაბეშვის მიდე გააკეთოს. ეს არ არის მარტო ჯები გასაკეთებელი, მე რა. ეს არ არის მარტო პაატა ბურჭულაძის გასაკეთებელი. ეს არ არის მარტო მე ეს არის ჩვენი ქვეყნის ჩვენ თითოეული მოქალაქის ვალია და ის კი არ უნდა თქვა, აბა თუ მაგარი ხარ მიდი შენ გააკეთე. მე ეს არასდროს არ მithქვავს არც ერთი ოპოზიციონერის თუ სამოქალაქო პირის მიმართ. როცა დაუანონსებიათ აქცია, ვერ გაიხსენებ ვერც ერთ პრეცედენტს. მე მეთქვას რომ რატო დაანონსეს აქცია 18-ში? რატო ამბობენ რომ ბოლომდე ორთებერვალს თქვენს რომ ბოლომდე თბილისი მოვთან. სად არის ბოლომდე? სად არის ბოლომდე? რატო თქვენს ბოლომდე? ხალხს რატო გაუცრუეს იმედი ეს სწორი რიტორიკაა ჩემ მხრიდან? ესე ქოსურ პროპაგანდაზე გადავჭდე, რომ აქამდე რატო ვერ შეძელით, რომ იძახოდით რომ ჩვენ რო ამბობდნენ რომ საპარლამენტო არჩევნებს მივიღებთ. სად არის? ეს არ არის სწორი ოპოზიცია, ეს შეიძლება ილაპარაკოს ხელისუფლებამ. ეს ნორმალურია. იმედ გაცრუებას კიდე ერთი რომ დაუმატოს ხაბეშვილმა. არა, ხაბეშვილმა ეხა მოდი მოიცა კაცო. ეგეც არასწორია, ეგეც არის აბსოლუტურად კონსული რომ ეგ ხაბეშვილის ბურჭულაძის დღეა ვიღაცა გარკვეული ჯგუფის ეს ქართველ ხალხმა არ უნდა გავუცროთ იმედი ერთმანეთს. ეხლა თუ იმეს გონია რომ მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო და ბოდიში ახლა რა, ყველა თუ ერთად დავდგებით, ეს და თუ მარცხი და თუ უნდა დავმარცხდეთ, ბრძოლაში მაინც დავმარცხდე, კაცო, ეხა რას მეუნებიან, იმიტომ არ ვიბრძოლოთ, დავით აღმაშენებლის რო ეთქვა, რომ იცით რა, 10 ერთზე არიან, ჩვენი გვერ გავიმარჯვეთ და მოდი არ ვიბრძოლოთ. ეგ ვერ გავიგე რა არის, აი მართლა წარმოუდგენელი ლოგიკაა, რომ არ ვიბრძოლოთ. ჭკვიანურად. ხო და როგორ არ ვიცი, იბრძოლოთ. ანუ არ აღმოჩნდეთო ისე, რომ აი მაგალითად თინა ბოგუჩმა ამბობდა, რომ რევოლუციის თარიღებს წინასწარ არ ანონსდება. აქცია კი არ დაანონსე. ფაქტობრივად რევოლუცია მოდი არ ხდება. მე არ მინდა ეს რაღაცა წინადადებით თამაში, ეს მე არასდროს არ მithქვამს რომ გინდა თუ არ მე კიდე აგერეთ შენ სხვა ეთერებშიც ვამბობ. ეს შეიძლება მოხდეს სექტემბერში, კაცო, მე ჩვენ ხო არ ვიცით ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, აი მე მაგალითად მოლოდინი მაქვს 31 აგვისტოს, როგორც კი აქედან ოფიციალური პასუხი არ ექნება რუსულ პარტიას და არ ექნება ეს თქვენ საჯაროდ, პირველ 2-3 ოთხში ჩვენ მოქალაქეებს სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში შეექნებათ პრობლემა. აი მაგალითად გერმანიის საზღვრიდან მოაბრუნებენ ადამიანებს. ანუ არ შეუშვებენ, მასიურად დაიწყება ადამიანების არ შეშობა. შესაძლოა ეს იყოს რაღაცა ისეთი ხელჩასაჭირი, რაზეც ქართველმა ხალხმა ირეაგიროს. მე ამას არ გამოვრიცხავ. 4 ოქტომბერი ბუნებრივი დედლაინია და მე ვამბობ, რომ შესაძლებელი არის თუ არა 4-ში გავიმარჯვოთ, ცხადია არის შესაძლებლობა. შესაძლებელი, თუმცა არის იმის ალბათობა, რომ შეიძლება 4-ში არა და 12-ში მორჩეს რაღაცა, ან 25 ოქტომბერს ცხადია ესეც არის. ხო, არა, მაგრამ თარიღი. ახე გვარამიამ ციხიდან გამოგზავნა წელი და ეგ დაწერა, რომ მაშინ დედლაინს რატო ამბობსო? დედლაინი ხო ბოლოს. კარგით ეხა რა, ეს არის აბსოლუტურად დასასრულს და კი, ბოლო, მე ასე უყურებ. ბუნებრივია. რომ კიდე მე უნდა გაგზავნოს, ხოლმე მაშინ რატო ამბობ დედლაინია? დედლაინია და გეტყვი კაცო, არ არსებობს აქცია, ესე იგი თქვენ მეუბნებით, რომ აქციის თარიღზე ფორსირება არ გავაკეთო. ანუ გვარამიას და მე მინდა გვარამიას ის მაგალითად სოციალურ ქსელში არის თქვათ ბრძოლის ახალი ბრძოლის დასაწყისი ან რაღაცა შეგვირო ეს არის დედლაინი. არა მე ბევრჯერ ვთქვი ეგ არის რესტარტი მათ შორის შესაძლოა და მე ასევე ვამბობ ხალხო ამ დისკუსიებმა არ გადაგიყვანოთ იმიდან რომ ეხლა ვიღაცა ორჭაფო ჩვენ შეგვიძლია 4 ოქტომბერსვე დავამთავროთ ეს რეჟიმი. თუმცა ეს არის აბსოლუტურად ჩვენზე დამოკიდებული. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით უფრო მშვიდად და წყნარად დავასრულებთ რეჟიმს. ეგ არის ერთადერთი გამოსავალი და ასე ვთქვათ გამარჯვების გასაღები. სხვა გასაღები რა ვიღაცას აქვს ეს გასაღები და 4-ში კარებს გახსნის, არა თქვენ ხართ გასაღები ყველა. ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ იქ და შეუძლებელია თარიღი არ დავასახელო და ისე გავაკეთო, აბა რო ვთქვი იმის სიმღერის არ იყოს მე გაზაფხულივით მოგეპარები დავემალო ახლა და დაველოდო როდის იქნება ჩავსაფრთეთ. აი მე არა მზად მე იმიტომ ვამბობ რომ 4-ში რო ჩვენ მობილიზებისკენ გვექნება მოწოდება და გახურებული იქნება და მაგალითად 20 სექტემბერს რამე თუ თქვა ისეთი რაღაცა მოხდა ამ ქვეყანაში ვიტყვით
რომ ხალხო 4 ოქტომბერი კი არა, ხვალ უნდა შევიკრიბოთ, დრო აღარ ითმენს. ოღონდ ხალხს უნდა ესმოდეს, რომ უკვე რესტარტი ჭირდება აქციას, თორე ის არის რა, ნოემბერში აქცია იყო, ხა ისეთივია? არ არის, ხო, ხა ნიკა გვარამიას მე ძალიან დიდ პატივს მეგობრობ და ძალიან მიმძიმს რომ პოლიტიკურ პატიმრობაშია, მაგრამ აი ხა რაც მითხარი დამთავრებაზე, ამაზე, მართლა სულელები ხო არა ვართ ბიჭო, ესენი ჩემზე მეტი პოლიტიკოსები, ჩემზე მეტი გამოცდილი ხალხი, ჩემზე მეტი თანამდებობაზე ნამყოფი, ჩემზე მეტი ჭკვიანები, კაცო და ერუდირებული ხალხი, ინტელექტუალები, ამათ უამრავჯერ ვთქვამთ რამე და მე ამის რევიზია არ გამიკეთებია მე რა. ცოტა მარტო ეს მეხამუშება საერთოდ როგორ შეიძლება ოპოზიციურ ფლანგზე ამის ისა რა. ესე იგი 4 ოქტომბერს ვამბობ რომ დედა უნდა უტირო და დგანან წყლით ვიღაცები და აკრობენ არა. ვიღაცას ბრძოლის ჟინა არა, კაცო მოიცა რა 4 მოიცა. ეს არ მომწონს და მე ნიკაზე რა სოციოლოგიაში არაბული არის ესეთი ბიჭი ძალიან ესეთი პოსტები აქვს და ნიკას ისუდევს 2024 წლის 10 ნოემბრის Facebook პოსტია. გაარაფერი კაცო ესეთი პოსტია. რაღაც ჩქარჩქარა ფაციფუცობ CS:GO-ს წოდებულნო ხალხო თქვენ თუ გონიათ რომ 21-ის ნაცვლად 16 ნოემბერს თუ გამოგვიცხადებთ შემაჯამებელ ოქს ანუ ოქვი უნდა გამოცხადებულიყო რა მაგ ხო გახსოვს და ერთი კვირითო შეიძლება გადმოიტანო მანამდე ვერ მოგისწრებთ ყველაფერს რაც დაგეგმილი გვაქვს ზან მიგიქარავთ ფეხს ვერ გამოადგამთ მაგ თქვენი მცირე ქაჯეთის ციხიდან ანუ CS:GO ფეხს ვერ გამოადგამთ და ის პატივცემული გვამები ფეხს ვერ შეადგამენ დიდ ქაჯეთის ციხეშიო პიეს შემთხვევით ვინმე ხო არ დაეჯერო კარვებს კიდო იმგენს აღარ ვიმარაგებთ და კიდე იმგენს ბევრად საინტერესო და დედას ანუ პათოსი აი რომ დედას გიტირებთ რა მოიცა შენ გონე რომ არ ვეთანხმებოდი ახლა ნიკას მაშინ ვეთანხმებოდი არ მაგალითად არ ვეთანხმებოდი პირობითად გამოსულ ვარ და რევიზია გამიკეთები რომ ნიკა 16 თუ 21-ზე რატო ამბობ რომ შევიდნენ CS:GO-ში და არ შევიდნენ არ დაწერეს ოქმი? ხალხო სასაცილოა, ბიჭო, რა გინდათ? ესე იგი ხაბეიშვილს უვარდებიან და პაატაბურჭულადეს პირში. ეს არ არის ნორმალური, კაცო. გაისროლა ნიკა გვარამიამ. ეს ცუდია თუ რატო გაისროლა? არა, ხალხო, ბრძოლა. ჩვენ ვართ ბრძოლაში. რომელი ბრძოლა? მე რა? და უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა. ეხა შევწყვიტოთ და ესეთი ხო რამდენი იყო? ესეთი ძალიან ბევრი იყო. რატომ გონია გეტყვი? იმიტომ რომ ყველაფერი მზად არის ამისთვის, მათ შორის საზოგადოებრივი აზრი. მათ შორის იცი რა, მე რატო არ მეშავი, სწორი კითხვაა, რატო არ მithქვამს? მე მაგალითად 2016 წელს დავამხობთ ივანიშვილის რეჟიმს. რატო არ მithქვამს? იმიტომ რომ ავიცი, არჩევნებში ვიყავით და ვფიქრობდი რომ იქნებ ასე იყოს, იქნებ საზოგადოებაც, იქნებ გარიდანაც იქნებ. კაცო, ყველაფერი ამოწურეთ, მე რა. და ჩემმა პარტიამ განაცხადა რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. და თუ პოლიტიკოსი არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, მითხარით სხვა გზა გარდა მშვიდობიანი დამხობისა. მოიცა რა გზით მივდივარ აბა? მაშინ შევდივარ არჩევნ თუ არ ვეუნები ხალხს რომ ამათ ქუჩაში დედა უნდა უტიროთ. თუ ამასა მაშინ შედი არჩევნები. არა, უნდა იყოს რომ მედგარი წინააღმდეგობა, არ აღიარება, არ შესვლა, არ თანამშრომლობა, მაგრამ აი ესე თარიღზე ან წინასწარ უდავაანონსებო, თავისით მოიტანს მერე მოვლენები, ან გადამწყვეტ დღეს. მან არის განსხვავება, მაშინ ფუნდამენტური. რომ ვიღაცები არიან მოლოდინის რეჟიმში, ვიღაცები რას მეუბნებიან, იცი? ეხა ლევან, მოდი რა. რა გინდა კაცო ეს 4 ნოემბერს რომ ვიძახდე მამუკა ნერვიულობს და იქ და ბიძინა და ამბობ რომ დაამხობ. მოიცა კაცო იქ სახელმწიფო სუსი ეგერ მუშაობს, შენს გარშემო ჩანაწერები როგორ მოიპოვოს, დაიჭირა შენი ძმაკაც და მეგობარი, მივიდა, ესე შენ და დაგიჭერენ ძმაო, წადი დაისვენე და დაელოდე. მე რა, ეს არის მეორე გამოსავალი. მე ახლა როგორც ადამიანს, ახლა რო არ გქონდეს, რო არ გძნობდე ვალდებულებას ჩემი სახელმწიფოს წინაშე და წავალ ახლა კარგად დავისვენე მშვიდა და წამოკოტრიალდები კონდიციონერის ქვეშ და დაველოდები. აიცი აი იმ მომენტს დაველოდები. ახლა რო რაღაცას იტყვის კობახიძე, ან რაღაცა შესვლა, აი მერე გამოვალ და კაცო ეს არ მიმაჩნია სწორად რას ქვია დავისვენოთ რას ქვია წინააღმდეგობა ესეც უკვე რომ 4-ზე ჩვენ თარიღი იქით შეუტრიალეთ ეხლა თუ დააკვირდები თუ რო არ ეხმარებოდეს ოპოზიცია წუხარ ამად გამო ყველას პატივცემთ კიდე გეუბნები კაცო ჩემი მეგობრები არიან რატო რა გადაწყვიტეს რომ ესე გინდა თუ არა სვავებით მეცნენ ვერ გავიგე მაგრამ არა უშავს არა ვარ მე რაღაც ბოღმა არა ვარ ბოღმა ადამიანი რაღაცები შეიძლება იყოს აი ხო მოგიყვანე შერეგილების მაგალითი რომ მართლა რომ გაფრინდენო რაღაცა თავი ვერ დაინახა კონკრეტულმა ადამიანებმა ალბათ ცოტა ეკონცია ხაბეიშვილმა თუ წარხალხა ჩვენ უკან დავჭერთ ხალხმა თუ გააკეთა ეს პროცესი ჩვენ სად ვართ ამას უყურებენ ალბათ ეგოებს წუხვარ კაცო პირადადაც მაქვს ეს ნასაუბრები შეიძლება გაუცნობიერებლად გქონდეთ კაცო ეს რომ ჩვენ სადა ვართ
ხო და იქ ახართ სადაც ქართული ხალხია იქ ვართ ყველა თორე მე რა ეხა მე პირდაპირ გეუბნები ვიღაცებს შეიძლება თანამდებობა უნდათ ვიღაცას რაღაცა უნდა და არ არის ეს ჩემი მისწრაფება ეს მისწრაფებები რომ მე პირველი ვარ და მე მეორე ვარ და მე მეხუთე ჩემი განვლილი ცხოვრება და პოლიტიკური ასე ვთქვათ უკან რომ მოვიხედავ მადლებს იმის საშუალებას რომ არასდროს არაფერს არ გავკიდები ვარ კაცო და არასდროს არ მithქვას მე ვინმეზე დიდი ვარ და მე უფრო მაგარი ვარ მიუხედავად იმისა მე რა შეგახსენებ პარტიაში მივიღე შიდა პარტიულ არჩევნებში 25000 ხმა უმრავლესობა იმ ადამიანებს რომელიც მაკრიტიკებს ეროვნულ არჩევნებში არა იმის ნახევარი ხმა მიღებული შეგიძლიათ აიღოთ CSKO-ს მონაცემები გავიგე მაგრამ მე გადაგარ თუ გინდა ნახეთ სახელმწიფოები და ჩემი პირადი გადაწყვეტილებით წავედი მე რა ბეხა იმ პარტიაში არავის არ ჯერა როგორ არ ჯერა ეხლა კონცეფცია ამბობენ რომ მიდიან თანამდებობა ჩემი პირადი გადაწყვეტილებით ჩემი პირადი ვიღაცები გაქრებიან ხოლმე და მე ვაგზელებ ბრძოლას არ არის ჩემთვის პარტიის თავმჯდომარეობა პირობითად ისეთი ისა რაღაცა თანამდებობა რომ ეხლა მე აქ უნდა ვიყო უკაცრავად მაგრამ არასდროს არ ვიბრძოლია თანამდებობისთვის და დღესაც მე რა რჩეულ თავმჯდომარე იმიტომ რომ მეც ვფიქრობდი სიმართლე რო გითხრა რომ შეიძლება ერთიანობის მიმართულებით ვიღაცას გამოიყენებინა რომ ხაბეიშვილი არის პრობლემა იმიტომ რომ იქ ვიღაცა დაამარცხა ვიღაცას მოუგო ვიღაცა ხაბეიშვილზე გაბრაზებული იყო და შესაძლოა მართლა ქონოდა ადამიანებს განცდა რომ აი ხაბეიშვილის გამო თორე ერთიანობა იქნება და მე ჩემ თავთანაც ვერ დაუშვებდი იმას რომ ვიღაცას ეთქვა რომ აი ხაბეიშვილი რო წასულიყო კაცო ხო გავერთიანდებოდით და მე ყველაფერი გავაკეთო ძმებო მე თუ ვარ პრობლემა აგერა აგერ გადასარევი თავმჯდომარე მოდით ისაუბრეთ დაჯექით გავაკეთოთ ერთიანობა ძალიან პრაგმატული ნაბიჯები მაქვს ცხოვრებაში გადადგმული ისა მე რა და ეხა ვერავინ ვერ მომიდავება მაგაზე გეკითხები იცი რა ეხა მივედით მაგამდე მე არ მჭირდება პოლიტიკური თანამდებობა იმისთვის რომ მაგალითად დღის წესრიგი შექმნა როგორც ოპოზიციურ ველზე ასე ხელისუფლებისთვის კაცო არ მჭირდება ეს სტატუსები მაგრამ ბოდი ჯერ შენ პარტიაში რა ხდება ამაზე ვილაპარაკოთ ნაციონალურ მოძრაობაზე ჯერ აგირჩიეს მე შენ ფაქტობრივად დაამხე ნიკამელია ხო ნიკამელია მე სხვაგან წავიდა მე შენ მოგიწია წასვლა შენ წახვედი თუ მოგიწია ოკეი როგორც არის მოვიდა თინა ბოკუჩავა ეს თინა ბოკუჩავა ხა კი ბატონო ნიკა გვარამია და ელენე ხოშტარიან რომ გააკეთეს შენ სინამდვილე განცხადები ისინი სხვა პარტიები არიან მაგრამ შენვე პარტიის თავმჯდომარე გააკეთა შენ სინამდვილე მესმის ასაცავებ ხა მე ანუ რა ხდება შენს პარტიაში არაფერი ხა ადამ პოლიტიკოსებს მოსდის იმპულსურად რაღაცები შეიძლება ყოველთვის მოხდეს ხა მაგ ერთია რომ ერთი განცხადება გააკეთა თიკამ მე თიკას ძალიან დიდ პატივს ვცემ მაგრამ ფორმულაზე ხა გუშინ მაგალითად ეთერში იმ ბრიფინგის მერე მე ეთერში უყურე და აბსოლუტურად ნორმალური პოზიცია აქვს მათ შორის 4-თან დაკავშირებით ლაპარაკი კომუნიკაციის შემდეგ ყველაფერი ლაგდება ძალიან მარტივად რა და მე არ მგონია ეხა ამას ამ საკითხს არ უყურებ რაღაცა რთულად და მეცაც გეტყვი ეხა მოდი უფრო შორს წავიდეთ ეს პროცესი არ არის პარტიული მე მათ შორის ჩემ პარტიაში ამაზე მისაუბრია და აბსოლუტური კონსენსუსი ამ მიმართულებით შემიძლია თამამად გითხრათ არა აქვს მნიშვნელობა ვინ ეხა ხაბეიშვილი პოლიციის თავმჯდომარეა თუ იმის მოადგილის ბიძაშვილის დეიდაშვილი არ აქვს მნიშვნელობა არის კონსენსუსი ეს არ არის პოლიტიკური პროცესი ეს არ არის პარტიული პროცესი ეს არის ეროვნული პროცესი და შესაბამისად ის რომ პარტიები დაბრუნდნენ ისო პოლიტიკა დაბრუნდეს ის რომ არჩევნები დაბრუნდეს ქვეყანაში მნიშვნელოვანია ივანიშვილის ჩამოშორება. ოღონდ ივანიშვილის ჩამოშორებას როცა ვლაპარაკობ, იქ აუცილებლად გავიხსენოთ, რომ დასამხობია ეს რეჟიმი და არანაირი რბილის საუბარი აქ არ უნდა იყოს. მშვიდობიანად შეიძლება ამ ხელისუფლების დამხობა. მე ამ პათოსით, ამ ენერგიით, ამ შემართებით ვარ ამ კამპანიაში ვიქნები ეს ორი თვე, ოღონდ კიდე ერთხელ გავიმეორებ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სექტემბერში რამე არ მოხდეს, არ ნიშნავს იმას, რომ 4-ის ნაცვლად 8 დაგჭირდეს, 8 დღე დაგჭირდეს და არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ნახევარ საათი დაგჭირდეს საერთოდ. ოღონდ ამას ჭირდება 100,000-ობით ჩვენ თანამოქალაქე ქუჩაში. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით უფრო მარტივი იქნება გამარჯვება. რა კონკრეტულად წარმოდგენილი რა ხდება 4 ოქტომბერს? მაგ წარმოდგენილი. აი, მშვიდობიანს უნდა დავამხოთ ხო, როგორ? ძალიან მარტივ რამეს მისახები. მე დარწმუნებული ვარ, ის რაც გაიარა ხელისუფლებამ ისინი ამას მეორედ ვეღარ შეძლებენ მე რა არის რაღაცები რაც ამოწურვადია როგორც პოლიტიკური კაპიტალი ამოწურვადია ასევე კონკრეტული მოქმედებების არის ვეღარ დაარბევს მაგასთან კი გეტყვი ხა და რატო მაგასაც გეტყვი ანუ ეს ყველაფერი მათ შორის მათი მოქმედებები არის რაღაცა ამოწურვადი რესურსული გეტყვი ხა რატო იმიტომ რომ მაგალითად პირველად რაც გააკეთეს ეს იყო მოულოდნელად და ადამიანები სანამ აზრზე მოვედით აღმოჩნდა რომ უკვე 300 კაცი ნაწამები იყო სანამ აზრზე მოვედით ყველამ დაინახა და მიხვდა რომ ეს პოლიცია კი არ არის კაცო ეს არის კრიმინალური ბანდა რომელიც ესვრის ადამიანებს აყაჩაღებს ართმევდნენ ხო რაღაცებს გახსოვს ბოტასები მოპარეს ხალხს და შემდეგ თავპირს ალეწავს ეს არისო ეს რომ ვიღაცას ეთქვა 20-ში ანუ 2018-ში რომ ამას გააკეთებს ოცნება მე შენც მეტყოდი მე რა პრობლემა ნახე შენ ამეტებ კაცო ამის გამკეთებლები ესენი არ არიან ამიტომ ეს რაღაცა ეტაპი გავიარეთ თუ ახლა გეტყვი მე რა და მაშინ თქო კიდე გეუბნები ხო ადამიანები იყვნენ რომ პოლიცია მუნდირი რაღაცა ყველამ დაინახა რომ პოლიციასთან ჩვენ გვაქვს აბსოლუტურ კრიმინალებთან საქმე, რომელსაც შეუძლია ადამიანი უბრალოდ აიღონ და მოკლან, ან მოიტაცონ. და თუ ეს არ გაჭრის სახთან მოგივარდნენ მე იგივე ბანდფორმირებები და ოჯახთან ერთად, რა ვიცი, გაწამონ, დაგლეწონ და ეს კადრები გვაქვს ჩვენ უამრავი ნანახი, ხო? ამიტომ ფიქრობ, ეხლა რას ფიქრობ მე რა?
რაც უფრო მეტნი ვიქნებით, პირველი რომ როცა მთელი ასე ვთქვათ GDD იქნება, ფორმიანი იქნება, უფორმო იქნება, თუ არ ჩვენ 300,000, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ უფრო ბევრად მარტივი იქნება სიტუაციის გადატეხვა, იქ უნდა ტელეფონის აღება და თქმა იმის, რომ ძვირფასებო თქვენ უკვე აღარ ხართ ხელისუფლებაში, უნდა გესმოდეთ და წადით. ერთ წუთი. თუ ამას არ აკეთებენ და ისინი გადადიან ძალადობაზე, მათ უნდა მიიღონ პასუხი. მერაბ, ჩვენ აღარ უნდა მივცეთ, აი როცა ვლაპარაკობ, რომ რაღაცა როგორ ძალას დაუპირისპირო ძალა, ჩვენ თუ აქამდე არ ვაკეთებდი და არ ვიყავით ორგანიზებულები და არ ვიყავით მოლოდინში, რომ ისინი გვაწამებენ, გვესვრიან, ეხა ყველას აქვს ეს მოლოდინი და ამიტომ ჩვენ თავის დაცვის უფლება გვაქვს. კონსტიტუციით, კანონით არსად არ წერია, რომ ადამიანს, ესე იგი, მარბიელი მოსდევს, გაიტაცებს, აწამებს და ეს არის კანონი. ეს არსად არ წერია. ამიტომ თუ ხელს ასე ბიძინა ივანიშვილს თუ კიდევ წაუწდება ხელი, ხო შერჩა ამ დრომდე, რომ სანქციები, იზოლაცია, ამას თუ შერჩენა ქვია, ნახე, ეს რუბიკონი მას გადალახული აქვს. კიდევ ერთხელ თუ ამას გააკეთებს, მიიღებს ქართული ხალხის მრისხანებას. იმას კი არა, ვაიმე ხარა, აბა როგორ გაიტაცეს რას და არა, ეხა მიიღებს პასუხს. და ამისთვის ხალხი მზად არის, მერაბ თუ ვინმეს გონია. მე დარწმუნ, კი, მე არა. ჩაიარა. რას ლაპარაკო? მე ჩემ მაგალითზე რას ლაპარაკო? არავით არ შეხვი აღარ გამოვა. ეგ არის, კი, შენ რასაც ამბობ ახლა, რასაც ამბობ, რომ ეს რიტორიკა, რასაც ლაპარაკობენ, ეგ არის ერთადერთი საჩუქარი და გამოსავალი ივანიშვილისთვის. უიმედობა, ნიჰილიზმი და დღეს კამათი იმაზე კი არა, ამა დედა როგორ უტიროთ. კამათი იმაზე რომ 4-ზე, კაცო, ნუ ამბობ რომ და ბიძინოსო, მოიცა, ნუ ამბობ მაგას. აი ეგ არის საშუალება ბიძინა ივანიშვილისთვის. ერთადერთი უიმედობა, მაინც არაფერი არ გამოვა. აი თუ არ გამოვა, თუ ყველა ერთად დავდგებით. მაგასაც ვნახოთ, აი ჩემ მაგალითზე გეტყვით ხო. მე მაგალითად მაშინ რომ გამიტაცებდნენ, მქონდა მოლოდინი, არ მქონდა მოლოდინი. მე რო სახიზულო არ მქონდა მოლოდინი, კაცო, მაინც ვირო, როგორ შეიქა ამას რა ვიცი, კი სხვა რავი, გაბედავენ, დღეს ყველაფრის მოლოდინი მაქვს. და შენ გონია რომ იგივენაირად ვიქნები მაგათთან, ვიქნები ასე ვთქვათ, უფრო მობილიზებული, ვიქნები უფრო საპასუხოდ მზად და მომზადებული იმისთვის, რომ კი არ გამიტაცონ იქით, არ მიცე მაგის შესაძლებლობა. და ჩემ გვერდზე რომ ადამიანი იქნება, არც იმის გატანების შესაძლებლობა არ მიცე, იმიტომ რომ იქ მარტო კი აღარ ვიყო. ვიყო 1000, 2000 და 100000 კაცთან ერთად და პასუხი მიიღონ. და მარბიელი, რომელიც გამოიქცევა ჩემსკენ, ავიღო და დავაკავო აბსოლუტურად კანონიერად. ხო, დამთავრდება ეგ ამბავი. უკანონობის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. რას ლაპარაკობ, რომ რამე არაკანონიერი უნდა გავაკეთოთ? წამების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. მე ასე უყურებ, ასე მჯერა. აი რამდენი ადამიანი ხა ვინ შემოგვხედავს ერთი წამით მაინც YouTube-ზე იქნება. იმაზე აი დაწეროს რამდენი ადამიანი ფიქრობს შემსავით. და აი ბევრია ესეთი. ცოტა ვიქნები, ცოტა ვიბრძოლოთ. მე მირჩევნია ვიბრძოლო, დავმარცხდე და ვთქვა რომ იცი რა მე ყველაფერი გავაკეთე, ვიდრე ბუჩქებიდან ვიყო რომ მოიცა ხა აი რა ვიცი, აი დაველოდები ხა როდის რა იქნება და აი ხალხი დრო იზამს ხალხს უნდა მიხმარება, კაცო. პოლიტიკოსობა და საჯარო სივრცეში შენი გამოჩენა იმას კი ანიშნავს, რომ მარტო ეს რა ქვია ეგზისტენციალურ, ბიუროკრატიულ, კლეპტოკრატიულ მართლობაზე ილაპარაკო. და დასავლური ცივილიზაცია ეს სიტყვები ეს კი არ არის მთავარი. ხალხს უნდა მიხმარება, გამორკვევა იმაში, რომ ამა დედა უტირო, დამთავრდა ეგ პოლიტიკური ბლა ბლა ბლა. მაგას ვინ მასწავლის, ბიჭო, მე რო დავიწყებ მაგაზე ლაპარაკს, ეგენი სადამე წევიან. ცუდად კი არ ვიძახი. მე რო არგუმენტით ლაპარაკი შემილია და დოკუმენტით ლაპარაკი შემილია, ბარე ორი შემეჯიბროს მართლა. დამთავრდა ძმებო, ეგ პოლიტიკა და ეს დემოკრატია და თამაშობა. ბიძინამ გითხრათ, თქვენი დედა ვატირე, კაცო, ჩაკრეთ ციხეში, დედას გიტირებთ, გაწამებთ, გესვრით, განგდევნით. ამას უნდა ახლა სწორი კომუნიკაცია ხალხთან. თუ არის ხო იძახი რომ არის რუსული რეჟიმი. ხო იძახია რომ ეს არის რაღაცა პოლიტიკური პატიმრები ყოს. მოიცა თუ არ ჯერათ და თუ გვატყუებ უთხრა ხალხს არა გატყუეთ ამას ისე ვიძახით. მე მჯერა კაცო ზუსტად ვიცი რა ხელისუფლებასთან მაქვს საქმე და ამიტომ ამბობ რომ მორჩა პოლიტიკა და პოლიტიკა თუ მორჩა ერთადერთი გამოსავალი არის ხალხის გზა, ხალხის ძალა. ძალას დაუპირისპიროთ ძალა. ოღონდ რაც უფრო მეტნი ვიქნებით ხო იმის ნახევარი ძალისხმევა არ დაგვჭირდება ვიდრე სად ეხა 100,000 კაცი რო ვიქნებით მაგალითად სად ნახევარი მილიონი ადამიანი რო იქნება და დედაქალაქში ტევა არ იქნება. დამერწმუნეთ, არისო რამდენიმე სცენარი. პირველი რომ უბრალოდ შეშინებული კობახიძე მდინარაძე გარბის ამ ქვეყნიდან და ითხოვენ რომ შეინჭირიმე აეროპორტში მოგვეც შესაძლებლობა პირდაპირ გეუნები ეს საერთოდ არის სასაცილო მერაბ. და მეორე ისინი ნახევარ მილიონ ადამიანს უკვე მობილიზებულს უკვე რო იცის ამ ხალხმა როდის შეიძლება რა გააკეთონ ისიც იციან ეს რა ქვია გაზის ტყვია როგორ ჩაახშონ და იმას აკეთან ამ ხალხზე აწევს ხელს მიიღებს მრისხანებას. ესე დამთავრდება ივანიშვილი. ხო, მაგრამ რა ხდება თუ არ მოვიდა მაგდენი ხალხი?
არა, ეხლა მე ის კი არა ვარ, კაცო. ფიქრობ რომ შენს ნათქვამი ლელაკა, ჩემი ნათქვამი რა შუაში მე არაფერი მეცაც გეტყვი შენ ოპოზიცია არ შეგიეს. ეს არ არის ჩემი. პერიცი, აი, ბორბლებში, ჯოხიში ასე ვთქვათ, შეგიჭყიკინეს ისევ როგორც აქამდე. რაც უფრო მეტ ბორბლებში მაგას გააკეთებენ, მით უფრო მაგარი იქნება, მეტი იქნება ხალხის წინააღმდეგობა, ამაში დარწმუნებული ვარ. მე დააკვირდით, ყველას პატივცემთ თქო ვიძახი, კიდე გეუნებით, მე მიხარია რომ რიგ შემთხვევაში მაგ ადამიანების დიდ ნაწილს უკვე საზოგადოება აღარ უსმენს. აღარ უსმენს რა. აქ აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რომ პოლიტიკური პარტიების ერთობები ბლა 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 და კლიპინი 13 წელია ერთობა არაზოს არ მოხდა ეს ერთობა, თორე პირველი მე ვიყავ ვინც ეხოდა ერთობა, ერთი სია, მიშა სააკაშვილი იყო ერთი სია გავა ერთად. არ გამოდის ძმა მომხალთან ეგ. დავანებოთ იმ საქმეს თავი, რომლიდანაც არ გამოდის. ეგერ პარტიები საერთოდ ამ სპეცოპერაციაში შედიან და რა ვქნათ, არჩევნებში უნდა მივიღოთ სპეცოპერაციაში ვიღებ მონაწილეობას ვიძახი. დავანებოთ მაგადა. ხალხი უნდა გაერთიანდეს. მორჩა ეს არ არის პარტიების გასაკეთებელი საქმე. მოახერხებ ხალხის იმედის. მე არა ხალხი. საბრძოლო ჟინის გაღვიძებ. ხალხი აქია, ხალხმა აქით მოახერხა რომ მე ამ ბრძოლის ჟინზე ვარ, ხალხმა აქით მოახერხა რომ იბრძოლე, მიდი, მე ხალხისგან ვიღებ, კაცო, მე ის კი ნოსტრადამუსი კი არა ვარ და წინასწარ მეტყველი. მე ხალხისგან ვიღებ ამ ენერგეტიკას, მათგან განსხვავებით ხალხთან მაქვს პირადი კომუნიკაცია, მათგან განსხვავებით გავედი, როგორც კი რომ 4-ში ბოიკოტი გავედი და მოვიარე რაიონები სამეგრელოში, იმერეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, დედაქალაქში ვიარე 40 გრადუს სიცხეში ხალხს ვეკომუნიკაცია და ვიცი მათი განწყობა. მაგათ მაიციან Facebook bubble-ში რაღაცა ის და იქაც მოსრიალდნენ. დაწერა რაღაცა და მეორე დღეს უკვე სხვა რაღაცაზე გადავიდნენ, კაცო. არ მინდა მე საერთოდ ეს ხალხი ზოგი თავის აქტუალიზაციას ახდენს, კიდე გეუნები რაღაცა და იქნება აი ეხა გამოყოს თავი და ორი დღე ვიღაცა მაგაზე ილაპარაკოს რა. არ მინდა სახელი და გვარები, არ მაინტერესებს საერთოდ, ჩემი დახმარება თუ დაჭირდებათ, მე რა პირდაპირ გეუნები, ნებისმიერ დროს დავეხმარები. მოკლედ, ჩვენ აღმოჩნდი არა მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან ცეცხლის ქვეშ და შედი პარტიის მხრიდანაც კი, არამედ ხელისუფლების მხრიდან. ფაქტობრივად ორმაგი ცეცხლის ქვეშ. ხარ ამ დღეებში, ცალკე ხელისუფლება გირტყამს, ოპოზიციაზე ვილაპარაკეთ. ეხლა გადავიდეთ ხელისუფლებაზე. ხელისუფლება მოიტანა შენზე ორი კუთხით, შეტევა ერთი შენი დისკრედიტაციის კუთხით, გამოვიდა ბატონ კობახიძე და თქვა, ფაქტობრივად თქვა, რომ სუსის აგენტი იყო, ეხლა მას ეს არ უხსენებია, მაგრამ მისი რიტორიკა ეგ არის. მისი ნათქვამი გამოდიოდა, რომ უწყისი მაქვს ნანახიო, სადაც რაღაც კოდური სახელით ანიტა მას ფულს აძლევდა. მე აჩვენო საზოგადოებას. ახლა როგორ გამოვიდა, იცი მისი ნათქვამი, რომ ჯერ თქვა, რომ ჩვენი რაღაცა ყოფილი წევრებიო, წასულებიო აძლევენო მას ინფორმაციას, რომ ეს დაადასტურა ფაქტობრივად, რასაც შენ ამბობ მართალია. აბა კიდე მჭრიბავი კი არა. მაგრამ და მე უწყისი მაქვს ნანახი. მე დაახლოებით მე როგორ გავიგე მისი ნათქვამი, იცი, დაახლოებით რაც გულისხმობდა, რომ ეხლა უწყიზე ლაპარაკობს, გამოდის რა რაღაცა სუსი, ხო, ეხლა შეიძლება უწყისით რაღაცა, იმით რა ქვია, ზედმეტ სახელით აძლევდეს ხელფასს. ანუ ესე გამოვიდა თქვა რომ ლილუაშვილიო, ყავდა ხაბეიშვილი გადმობირებულიო, უწყისით ხელფასებს აძლებდაო და ეხლა ლილუაშვილიო გაუშვითო, წასულ ლილუაშვილი კვლავ მას აძლევს ინფორმაციებსო და ნუ ეს უწყისი ალბათ ოხანაშვილმა მაჩვენაო, ამას გულისხმობდა სავარაუდოდ. ანუ ეს თქვა. ხო მარტივია, კაი ახლა მე აბა რა ეს თქმა შეგიძლია? მოდი ახლა ვთქვათ რა, მივყვეთ რა, მათი პროპაგანდა რა იყო, რომ ხაბეიშვილის უკან დგას მერაბიშვილი, კეზერაშვილი. ხო გასოს ეს პროპაგანდა, ყველა დღე გამოდიოდა რომ ხაბეიშვილი, კეზერაშვილის ხაბეიშვილი, მერაბიშვილის ხაბეიშვილი მის უკან დგას მილიარდელი, გაძარცვა რაღაცა ვიღაცა გაძარცვა და ეს ხაბეიშვილს აძლევენ მილიარდებს, ხო გასოს ესე. მე ყველა დღე დილასაღამო მაგით იწყებოდა. ეხლა ჩამოვიდნენ იქამდე რომ თურმე $1500 ლილუაშვილს მემსახურებოდა. ცოტა მე მაგალითად მე სიამოვნებოდა თუ იტყოდა ერთ 50-100,000 ლარი მაინც ეთქვა ბიჭო, $500 რა ვიცი მე ეხლა როგორ შეიძლება $500 ლარად, ხო? ხო რავი $100,000 თქვა, ხო? ხო, ეხლა მათი მხრიდან ეხლა ეს როგორ ხდება რუსული პროპაგანდა? ანიტა საიდან გაჩნდა? ხო, რა ვიცი, ეს სვეტლანამ გადაწყვიტა, რომ მადის აი, ბიჭო, მან ხო მარტივია რუსული პროპაგანდის ამბავი, ეს რა ქვია, მე რა. ხაბეიშვილი გამოდის და ლაპარაკობს, რომ მაგათი LGBT დედავატირი, LGBT კანონზე რო ლაპარაკობენ და რაღაცაზე მე ვიძახი, რომ თავის არ მოიკითხონ LGBT-ები. სახელ და გვერებით ვამბობ. ლაპარაკობ, რომ აი ჩვენ რაღაცა კაცობაზე გინდა, ეკლესიაზე გინდა, მან ეხა ვერაფერში. მოდი ეხა მაგას რო დავუბრუნოთ, თუ ბოზია ეგ. ეგ არის რუსული პროპაგანდა. ხო, ანიტა, ესე იგი, გადაწყვიტეს რომ თუ მე დაუძახე კალაძეს და ვიღაცაზე ბაკურბა ვიღაცაზე, მოდიში კაცო, და არ დაგვანებეს თავი, ხო? რამდენიმე ეთერს კი მოდი ხა ამას გოგოს სახელი დაუძახოთ, და იქნება ესე გავაშაოთ. ხო, მაგრამ ეს აბსოლუტურად ცებს ხო გაუჩინეს ეჭვის მარცვალი. ხო, არ ვიცი ეხლა ვიღაცას რო ჯერა, მაშინ მაი მაგალითად გეუნები რა, ხო, ძალიან ისეთი ადეკვატურია, ხო? მაგალითად პირობითად ვამბობ, მე და ლილუაშვილი თანამშრომლობდით და თანამშრომლობთ. ჩემი მხრიდან რა არის თანამშრომლობა? აი რა, ერთი განცხადება, ერთი გადაწყვეტილება. აი მაგალითად ქოცების სასარგებლო ერთი გადაწყვეტილება. ერთი თემა. აი სად არის? და თუ ესე არ არის, მაშინ ჩემი აგენტი ყოფილა გრიგოლიც, ხარიბაშვილიც და გომერაულიც. მე მგონი ძალიან მარტივია, ხო? აი მაგალითად ამბობს რომ ხაბეიშვილი
თემა, რომელზეც მე მაგალითად ვითანამშრომლე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასთან. ერთი. არჩევნებში შესვლა, ბოიკოტი, რა ვიცი თემა, ნებისმიერი რა ვიცი ერთი. ან მეორე კაცო პრემიერ-მინისტრი რო გამოდის ეს სვეტლანა აღზღვევსო, დასაჭერებს აღზღვევსო წინასწარ. ხედავ რა მაგარიკაცი ვარო, ჩემს უკან დგას სააკაშვილი. აი ნახე, მე მაშინ ესეთ ცოტა მაგისთანაირ ტვინების ხალხს მინდა მიმართო. თქვენ კაი ხალხო, თუ სააკაშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი, ახალაია დგას ჩემს უკან და ამასობაში თურმე ჩემს უკან დგანან ლილუაშვილი, სუსი, თავისი იმეები და თავისი აგერ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გომელაურით, აბა ამათ რა უნდა ხელისუფლებაში კაცო? ესენი ვისთან არიან ვაფშე? რა მაგარი კაცი ყოფილი ვარ ხო? თუ ყველასთან ვალაგებ, თუ ყველასთან მაგარი ურთიერთობა მაქვს, თუ ყველა ჩემს უკან დგას და ყველა ამბობს რომ ბიჭო ეს რაღაცა რა უნდა იმ მიქანაძეს ხელისუფლებაში? აბსოლუტური არაადეკვატური ხალხია. მე რა არ არსებობს ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ არგუმენტირებულად რამე მოიტანონ და დადონ, აი დოკუმენტი ძმაო, აგერ არის. ხაბეიშვილი კორუმპირებულია, ხაბეიშვილმა მოიპარა, ხაბეიშვილმა ვინმეზე იძალა და ხაბეიშვილმა რა გინახავს ეგეთი არ არსებობს. ეს არის აბსოლუტურად ყოველთვის არის რუსული პროპაგანდის შემოქმედება, იმის უკან ეს დგას, ამის უკან აი აქ ვანო დგას, აი იქ ვიღაცა დგას. მუდმივად ეს. და ესენი აზი აღელდნენ, ხო? მათი ისტერიკა რა არის? გავიაროთ ახლა ყველაფერი. აი მაგალითად აი რა ყველაფერზე იმათ იტმინებიდანაც შევხედოთ. ყოველ შემთხვევაში დღეს აი ამ რეალობაში ისინი აღიარებენ რომ თავარი მოწინააღმდეგე არის ეს. ხო რა ამბობენ რომ ესე არ არის. ისინი ხო აღიარებენ ამას. რა მნიშვნელობა აქვს რა სიტყვიან რომ მაგათი სუსის უფროსი ჩემი აგენტია ინფორმაციას მაძლევს თუ მე მაგასთან ვიყავი რას თუ აი ღარიბაშვილმა მომცა ან გომელაურმა მომცა ინფორმაცია. ტიპები ლაპარაკობენ რომ მაგათი უშიშროების შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი მემაძლევს ინფორმაციას. ხო? ოღონდ მოდი ვთქვათ რომ ეხლა ეს შეიძლება საერთოდაც არ არის სიმართლეს განასხვავებთ შორს, ხო? მე ხო კიდევ ვთქვი ეხლა ნოსტრადამუსი ხო არ ვარ. მაგ თუ არა რაღაცა ცდილობები რომ კომუნიკაციები აბა რა და იცი რამდენი რამე იქნება კიდე. მაგის ეშინიათ. გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი გაიქცა შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ხო ნახეთ ეს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი გაიქცათ, მიდიოდა ვითომ აჭარაში, სულს დაუწყდა და კომპეტენტი და გაფრინდა ეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი გვარი დამავიწყდა რა, იგი იყო სიუჟეტიც იყო კაცო გავიდა. რომ ეს კაცი თავიდან მოუწყდა რა კომპეტენტის აეროპორტიდან დაუწყდა. ამ კაცს გომელაურმა და ლილუაშვილმა გაატანა ძალიან დიდი ინფორმაციები. ეს ინფორმაციები როდის სად როგორ გასაჯაროვდება იმაზე რა ქვია მაგათ კორუფციებზე, მაგით ბესპრეცედენტშიკობას და შემდეგ ხო არავინ არის. ეს შიშები ცხადია აქვს. მე ძალიან აწე ვეღარ დაიჭერენ ვერავის თავისიანობის. როგორ ვერ დაიჭერენ კაცო? მე დარწმუნებული ვარ რომ ამ რაღაც შედი ისინი წინასწარმეტყველებები მართლება გითხარი რას უნდა ველოდოთ კი. მე ვთქვი რომ ქარსელაძეზე საქმე აქვს 150 მილიონ დოლარს თხოვს ბიძინა, ქეში მოიტანე ძმაო. აზარაშვილზე მე დარწმუნებული ვარ რომ ციხისკარი გამზადებულია. ეს ჯანდაცვის მინისტრი. ჯანდაცვის კი. ჯუანშერზე კი ვიცით უკვე ხო იცი ხო გახსოვს ჯუანშერი ერთ სიუჟეტში უყურებ და ეგო ხაბეიშვილის ნარატივებიაო. და დღეს გუშინ ჩამომდგარი იყო და ოპოზიციურ არხებზე იძლეოდა იმას რა ქვია ინტერვიუებს როგორ უდევნიან ცოლის ძმას, როგორ უდევნიან მოადგილეს. ეს მე აი ავიცი ისინი ბევრ რამეს საუბრობენ, თუმცა მე შენ თუ მეტყვი რომ შენ რო თქვი ლევან ეს არა იყო სწორი ან არ ახდა იგივე რიჟვაძესთან დაკავშირებით. მე ხელებს ავწევ. ამიტომ კოცებს ეხა აი აბსოლუტური ისტერიკა აქვს იმის რომ არიციან რა იქნება 4-ში, იმის რომ არიციან კიდე რა წამოეწევათ, იმის რომ ეს დაპირისპირება კიდე უფრო გაღრმავდება გუნდში კიდევ მარტო იმაზე ხო არის ლაპარაკი. ესე იგი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, უშიშროების პრემიერ-მინისტრი, შიგნით დინარაძე და კალაძეს შორის არის ხოცვა. აბსოლუტური ხოცვა და ხო, მაგრამ კალაძემ როგორც აღმოჩნდა, გაიტანა. კი, გაიტანა თავისი 800 მილიონ დოლარს მოიტანს გადადაწილება, სესხის გადანაწილება ხო ეკეთები, ესე გაუკეთა ბიძინამ რომ მაგ 800 დოლარს მოიტან და იმ შეხვედრაზე არქის წარმომადგენელი, ესე იგი წულაიამ და ვიღაცებმა დაპირდნენ რომ კახი მიდი ეხა შენ მიაწექი ამ ფულს ჩვენ რაღაცნაირად მოგიტან კიდე 4 წელი თუ შეგვაჭმევინებ თბილისს. ნუ მაგათ ეგეთი წარმოდგენა აქვს თუ კიდე 4 წელი შეჭამე თბილისს. საერთოდ სხვა წარმოდგენები თუ არა 4 წელი კი არა 4 ოქტომბერზე მაქვს სწორება, ხო? მაგათ ეგეთი წარმოდგენები აქვს და დინარაძე და კალაძე შორის არის დანასაცლად გადაკიდება. თქვენ შედით პროპაგანდისტულ არხებზე, აი ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა ხოლმე პროპაგანდა რას ლაპარაკობს რა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ხოლმე უკუღმა. ეხლა დინარაძეს ქარს დებენ 2 დღეა, როგორ აქებს კალაძეს. რატო იცით? იმიტომ რომ ზუსტად ხო იცით დინარაძემ რა ხდება. ეს თავის შინაგანი განწყობები და შესაბამისად აი ბუსტავენ რომ არა კაცო კარგად არიან და ერთ კომენტარი მე ჩართვაშიც მივაქცია ყურადღება აიღე ხა შენ ჩემი გადაცემის მონტაჟის დროს თუ გინდა და დაადე იქ დინარაძე საუბრობს კალაძესთან დაპირისპირებაზე არავინ არ ეკითხება მტყვან მართალს და უცებ ამბობს ესეთ სიტყვათა წყობას კაცო კალაძესთან რატო უნდა ვიყო მე რამე დაპირისპირებაში ან იმაში როცა ვიცი რომ ის მართალიაო რაში არის მართალი
მეც უსმენ მაგინდა. აი არ დაგჩაიგანს და რაში არის? რამ წამოაყვირა? ეს ხო არის ადამიანის ფსიქოლოგია რა არის, რომ ქვეცნობიერი, რომ რაღაცა რო ხდება და უცებ რაღაცა იკითხეს და აი იმ ქვეცნობიერიდან გასცა რომ თან გაიმეორა. არა, მართალია კალაძეო. და ჟურნალისტი ეკითხებოდა რომ მტყვანია ვინმეო? აი რა. ვისთან არის მართალი, რაში არის? რაში არის მართალი? ანუ მე რასაც ვლაპარაკობ რომ პრეტენზიები არ $100 მილიონ მაგასთან, ესე იგი მაგ გარჩევაზე წამოაყვირა რომ არა ძმაო მართალია ეგა. ანუ ვერ გავიგეთ ხო? ამიტომ ის რომ შიგნით მდინარაძესა და კალაძეს შორის არის დაპირისპირება, ბავშვიც გეტყვის ვინც მაგათთან რაიმე ჩავლილი და გავლილია რა. გავიგეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს დაპირისპირებები რამე მონოლითურობას არ ყვევს ამ ხელისუფლებას. არ დაარღვია. ისინი ყველანი წასულები არიან. მოიცა კაცო. თანამდებობაზე აღარ არიან არავინ, ვისაც იჭერენ და ასე შემდეგ. მოიცა თანამდებობაზე. შესაძლოა ვინც დარჩა კობახიძის გუნდი პირიქით უფრო ხوار ძლიერდება. რა კობახიძის სად ხوار ძლიერდება ამით. მერაბ სად არის კობახიძის გუნდი? რომელია კობახიძის მეგობარი არ ყავს გუნდი რანაირად ნაყავდეს. მითხარი კობახიძის მიერ დანიშნული მინისტრი. ვინც არის ხოხანაშვილი ისინი. არავითარ შემთხვევაში ეგ არის მამუკას გუნდი. ეგ არის მამუკა მდინარაძის გუნდი, რომელმაც დანიშნა პროკურორი, დანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრი, დანიშნა სუსის უფროსი, დანიშნა გედედეს უფროსი და აბსოლუტური ძალაუფლება აქვს იმას, რა ქვია, მდინარაძეს დღეს რომ მოუნდეს მამუკა მდინარაძეს, გაკოჭავს კობახიძესაც და ბიძინასაც. უყოდ აბსოლუტურად სერიოზულად გეუბნები. რატომ იცეს ამ ხელადელობა? ოი, შეხრესია, მდინარაძის ხელშია. კი, რო გესმოდეს დღეს მდინარაძის ხელში. რა როგორ წააგო კალაძესთან? სული ძალაუფლება. ბიძინასთან წააგო. ეხა ხომ აი ბოსი ის არის. იმას ხო არის ეს ძალაუფლება რომ მისცეს, ეხა ამან გამოიყენა რა. აბსოლუტურად რო ეხა შეგურგონია, მის მაყარში რო ხალხი იყო. მართლა მის მაყარში რო ხალხი იყო, ის ხალხი პროკურატურაში დანიშნა თანამდებობაზე. ბიძინა იმენიშვის წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის ეს გეკა, შესაძლოა მინისტრი და ვინ არის პროკურორი. ცხოვრებაში თვალად არ უნახავს. რო აიღოს ტელეფონი. ხო და რატომ იცა რო არ ვიცი თქო კაცო, რა ვიცი, ბიძინასთვის ეხა მნიშვნელოვანი არის ფულის ამოღების სამსახური გააკეთებინა მამუკას, უთხრა რომ მამუკას დააწინაურა და უთხრა რომ აგერ შენ ძმაო ბლასტი, აგერ შენ ძალოვანი უწყებები, აგერ შენ კრიმინალები შემოაყვანა საქართველოში, რაღაცა ბანდფორმირება, იარაღიანი ხალხი, გინდა ძალით, გინდა იარაღით, გინდა კრიმინალი და თუ ესენი არ გაჭერს, აგერ პროკურატურა, აგერ შესაძლოა, აგერ ფინანსური, აგერ გეტ ყველაფერი შენია. მიდი ფული მომიტანე. აი ამიტომ მამუკა უთხრა რომ მე გავაკეთებ უფროსო მაგას. ეხა ტელეფონი აიღოს რაღაცა სამბოლო. ხო, რო ანუ იმან რო აიღოს ტელეფონი მამუკამ დინარაძეს და პროკურორს დაურეკოს და მე იქიდან ბიძინამ დაურეკოს. აი რა ჯახი რო იყოს მაგალითად ერთმანეთთან, აი კობახიძეს რაღაცა უნდოდეს, დინარაძეს რაღაცა უნდოდეს ბიძინას. აი რო და მამუკამ დინარაძე რო დაიჭიროს რამეზე პრინციპული პოზიცია. ამ წუთას გეუნები ეგ რეალობა. პროკურორი მამუკას დაემორჩილება. იმიტომ რომ მისია იმათან არ აქვს ბმა, არც ვალდებულება არ აქვს. ბიძინა ცხოვრებაში არ დანიშნავდა ვიღაცა იმ ტიპს პროკურორად, არც იმას შსს მინისტრად. ანუ ამ დროისთვის ეგ მოცემულობაა თქო. ხვალ შეიძლება მამუკა მოაშოროს კაცო ბიძინამ, მაგრამ რავი, მასე ღარიბაშვილიც ჰქონდა, ხო, ბლასტი. მაგრამ აგერ დღეს საწყალი ჩუმჩუმა ჯუანშეს ელაპარაკება, ხო არ მიჭერენ ბიჭო ჩემზე რა ხდება. მივხვდი რას გეუბნები, ღარიბაშვილი არ დატრიალდა, ხო, პირობითად, ანუ ამ წუთას ეგ რეალობაა. ოღონდ შეიძლება ხვალ მდინარაძე მოაძროს ბიძინამ თავის ძალაუფლებიანა თუ წინააღმდეგობას არ გაწევს ეს მდინარაძე მივხვდით ორი იდეაში მას აქვს ეს ძალაუფლება რა უბედურ დღეშია ოცნება წარმოიდგინე ესე იგი ვინც იბრძოლა ბიძინასთან ერთად აი 2012 წელს ახლა ეს პერიპეტიები ჩემზე უკეთესად გახსოვს ხო შეიძლება ჩემზე მეტი პოლიტიკური მახსოვრობა გაქვს მე რა გამახსენე დღევანდელ მთავრობაში ვინ არიან ქოცები აი ბიძინას ერთგული ხალხი ვინ არის ამ ხალხმა გომელაურმა ბიძინასთან ერთად იარა მთელი საარჩევნო კამპანია, ის იყო მისი უსაფრთხოების უფროსი, გაოფლილი, გაზმორტული მართლა დაძდევდა. სად არის სანაგოში გადავიდეს ეს? და ღარიბაშვილი. რატომ მოიცა ლილუაშვილი კაცო დროშებს ბეჭდავდა, მაისურებს უბეჭდავდა ქართულ ოცნებას. შავი საქმე რაც იყო გასაკეთებელი. ლილუაშვილი აკეთებდა. ვინ შევა აი მაისურების ის რო ქონდათ რაღაცა პრობლემა რო შეექმნა. რატომ მოიშორა ეს ხალხი? იმიტომ რომ ბიძინა ეგვენიშვილს არ არის ეს ხალხი საინტერესო. ბიძინას ანუ მე რას ხსნიდი ახლა იცი არ მინდა რომ აზრი გამექცეს. მე რა და მაგ კითხვაზე უნდა გაქცეს ზუსტად პასუხი. ბიძინასთვის ერთგულება არაფერს არ ნიშნავს. ვიღაცას ხო გონია რომ მე მოდი ჩუმად ვიქნები, ერთგულად ვიქნები ბიძინას. მე არ დამიჯერენ. და როდის არ უერთგულა გომელაურმა ღარიბაშვილმა და ლილუაშვილმა ბიძინას? გაწირა რატო? იმიტომ რომ ფულის გამო. ბიძინა თulis რომ ლილუაშვილმა მოატყუა ფულში. ბიძინა თulis რომ გომელაურმა მოატყუა ფულში. ბიძინა თulis რომ ღარიბაშვილმა მოატყუა ფულში. კორუფციას ებრძვის ხალხი ბიუჯეტში მოიტანოს ეს ნახები რაც მოაპარინა ამათ. თავისთან რატომ მიაქვს მო? რატო ეუბნები რომ ჩემთან მოიტანეთ ეგ ფული? ან თუ კორუფციას ებრძვის ღარიბაშვილზე გახსოვს თქვა რომ ეთერში თქვა რომ 80 მილიონი მოიპარო მაგის ძალიან ცუდად მოიხსენო გახსოვს? მაგის მერე პრემიერად რატო დაგვინიშნა კაცო? რას ქვია კორუფციას ებრძვის და კალაძეზე დათანხმდა მერობა? ხო ანეკდოტია რა.
აბსოლუტური ანეკდოტია, კორუფციასთან ბრძოლის სახელით კალაძე მესამედ მერობის კანდიდატად დანიშნო რა. ღარიბაშვილს ემუქრიან დაჭერა. აბა რა, მე რა, უბედურ დღეში არიან თქო ესენი, ოღონდ ერთი რომ გუნდის შიგნით ეს კალაძე მდინარაძის ფლანგი, კობახიძეს პრობლემები აქვს, იმიტომ რომ კობახიძეს გუნდი არ აყავს. კობახიძეს ვერავის ვერ დანიშნავს, მეგობარი არ ყავს, უკაცო გუნდი ხო, გუნდი უნდა ყავდესო დანიშნო შენი ვიღაცა, ხო? არ აყავს, თუ მეტყვი რომ არა ლევან, აი ეს არის მისი გუნდის წევრი. მითხარი და კაი თქო გეტყვი, მე მართალი ხარ. ძალოვანი უწყებები განსაკუთრებით არ არის მისი ერთადერთი დანიშნე ის ეკონომიკის მინისტრის გოგონა კი ბატონო. ტურიზმის ის რო იყო და ქვრივიშვილი, ხო თქო, ხო კი ბატონო, მან დანიშნა. ხელები ამიწევია კობახიძის პირადი კადრია კი ბატონო. დანარჩენი ვინ ახლა ის ინფრასტრუქტურის მინისტრი რო დანიშნეს, კობახიძე არ იცნობს, კაცო, კობახიძეს ყავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელიც იყო საკრებულოს წევრი ჟორჟოლიანი, ის მეგობრობს იმასთან, ისიც საკრებულოს წევრი იყო სოხაძე, რეზი და ამის რეკომენდაციით დანიშნა ის მინისტრატორი კობახიძე საერთოდ არ იცის ვინ არის რეზი სოხაძე. ანუ რისი თქმა უნდა გუნდი არ აყავს. გუნდი არ არსებობს ეგეთი. არის ეხა აქეთ დინარაძის მაფიობოზური სინდიკატი რაღაცა ეს იარაღებით რიჟვაძესთან და რიჟვაძესთან ხო დაადასტურა თურქეთში ყოფნა. ხო, თურქეთში შეხვდა რიჟვაძეს. აი შენ ამბობდი, შენ თქვი უხა გაყოლებს რომ დინარაძე არის წასული თურქეთში რიჟვაძესთან დასალაგებლათო და მე ორ დღეში თუ სამ დღეში ვიღაცამ დაწერა მომხარებელმა რომ თვითონაში ნახე თურქეთიდან მოფრინავდა დინარაძეო, მინდა სულიყავიო რომ გამელანძღაო, მაგრამ ნუ ბავშვებთან ერთად იყო და თავი შევიკავეო. მე თვითონაც დაადასტურა რომ თურქეთში ყავ რა, თქვა რომ ვიყავ ბელექშიო, ვისურვო, აგე ზაგარი მაქვს შემომხედეთო, ჟურნალისტი. ერთი რა ეზაგრებოდა ამ უნამუსო კაცს. რა ქვია, ოჯახთან ერთად რაღაცა ხო არ წავიდოდი. ეს უნამუსო კაცი კაცო, რა დაალაგა ქვეყანაში ისეთი რომ წავიდა საზაგრებოთ მიდის ახლა მე რა ამხელა შეურაცხყოფაა ხალხისთვის და დასვენება კი არა, ნაყენეს პული არ აქვს, შვილი ბავშვებს რო უყიდონ და ეს ზაგარი მივიღე, რუჯი მაქვს, ეუნება, ჯერ ის მიკროფონი თავში უნდა ჩაარტყა მაგ დროს. რა ზაგარი მიიღე ბიჭო, რა რუჯი მიიღე, ო გაკლია შენ. ხალხი უბედურ დღეში ვართ, ხელი არავის ხელი თქვენ ხელისუფლებას არ აღიარებს, ეგეთ დაქცეულია ხალხი და აი რუჯი მაქვს. კაი კაცო, რას მელაპარაკება? რუჯი კი არა მაგ საქმეზე იყო, რიჟვაძესთან დასალაგებლად. აიყვანა მაგ საქმეზე? არა, ოჯახი რატო, აბა ბოდიში და მასკი რო არ ჭირდებოდა, ეხლა რო აიცი ოჯახთან ერთად ვიყავი, ხა არგუმენტი. ამისი გადავა ბელექში, თუნდაც წავიდა რიჟვაძესთან. რა თქმა უნდა, რა, თუ ვინმეს არ შეერაც, მოგი ბატონო დაიჯერეთ. როდის დაისვენა ბოლოს? კაი, ავიცი, როდის დაისვენა ბოლოს თურქეთში, მამუკამ დინარაძემ, აი წელს ხო დაისვენა. აბა ვინმე ამოიღეთ ან გაიგეთ ან კითხეთ მამუკას როდის დაისვენა ბოლოს თურქეთში. კითხეთ რა, იმის წინ, რაღა მანდ დამეწავიდა ეხა თურქეთში. რო გავყვეთ მაგის ლოგიკას, მანდაც ვერ ვეწევი ბიჭო. მისი მეგობარი თავს იკლავდა, ხო თვითონ როგორ მე მგონია რომ კლავდნენ ამ კაცმა, რომ თავს იკლავდა. ჩახვედი თურქეთში და არ ნახე. რა კაცი ხარ ბიჭო, შე საიდან მოხვედი თვავში ეს ვინ რანაირად გასწავლად ბიძინა მე ყველაფერი. რომ ესე იგი იქ იყავი, ჯერ აი ეგ როგორ უნდა მოყვე მე რა. რომ ჩავიდა თურქეთში და თურმე ძმაკაცი მეგობარი ერთად რომ თავრობაში ერთად იყვნენ ხელისუფლებაში 6 წელი ეს კაცი აჭარდა რა მეო მე მესიჯებაო კაცო თორნიკეო რომ სად დავინიშნე სამსახურზეო მელაპარაკებოდაო გახსოვს ეგ ინტერვიუ რომ იცა ესე იგი ურთიერთობაშია კაცმა თავი მოიკლა თუ მოკლეს რა თავისი ვერსიით თავს იკლავდა ჩავიდა თურქეთში და 2 საათი ესე იგი არ გამონახა დრო რომ ენახა მართლა თქვენი რა ვიცი რა ღმერთმა გაგიმარჯვოთ ეგეთი ძმაკაცობით და კაცობით ეგეთი ხალხი უნივერსიტეტ ნახა და რაღაცებს ალაგებს ჩემი უნივერსიტეტ ნახა ამ დროისთვის იმიტომაც წააგო კალაძესთან ეგ ისა რა ქვია დავა რომ ამ დროისთვის მე რაც ვიცი და რაც ამ დროისთვის არ არის დალაგებული სიტუაცია თორე რიჟვაძეს უკვე გამოიყვანდა რასაც კობახიძე ლაპარაკობს რომ დააბრალოს ყველაფერი ოპოზიცია რა თქმა უნდა პროპაგანდისტულად თორე სამართლებს მაგათ სამართლებრივად ფეხებზე კედია თუ არ კედია სად არის აგერ 3 კვირა გავიდა თუ 4 კვირა გავიდა სად არის ამის გამოძიება სად არის ერთი ვიდეო კადრი სად არის მე რა შეიძლება რომ 4 კვირა გავიდეს მაღალი თანამდებობის პირი თავს იკლავდაო გვეუბნებიან წერილი ანდერძი დაწერაო კაცმა და ერთი ბრიფინგი არ ჩაეტარებინოს პროკურატურას შენ ეგეთი რამე თუ გაგიგონია ოდესმე აი რომ ერთი ოფიციალური ინფორმაცია მოგისმენია ამ პროკურატურისგან ან შსს-სგან საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს იმ დღეს რამდენი ადამიანი იყო იქ ჩანაწერი ამოიღეს რამდენი ადამიანი იყო რამე გააკეთეს ხო გესმის რომ ეხა მიმდინარეობს საქმის ჩაფარცხვის სპეცოპერაცია ხო იმდენად ძიმე რომ 4 კვირა ვერ ჩაფარცხეს ექსპერტიზის პირველადი დასკვნა თუ გინახავს აი 4 კვირაში პირველად დასკვნას რა უნდა და მე 3 დღეში იქნებოდა რომ მართლა ისროლა შორიდან ესროლეს რა უნდა და მაგის პირველად დასკვნის გამოქვეყნებას საზოგადოების მაღალი ინტერესია ეხა ამ მიმდინარეობს ამ საქმის ჩაფარცხვა უბრალოდ ეშინიათ იმის რომ იმარო თქვას მე სიმართლე ანუ თორემ უარი უთხრა ამ დროისთვის ამ ეტაპზე ანუ ამ ეტაპზე არსებობს მე თუ ჩემი შინაგანი რწმენა თუ გაინტერესებთ არის ის რომ რაღაც დროს იმიტომ რომ შეაშინებენ ამ ადამიანს ჯანმრთელობით ცოტა ბიძინა როგორი კაცია ნახე რისი შეიძლება ეშინოდეს რიჟვაძეს ახლა
ბიძინა როგორი კაცია, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად შესაძლოა რომ უახლოეს პერიოდში დამთავრდეს მისი რეჟიმი, ბიძინა არის კაცი, რომელსაც შეუძლია აიღოს $10,000, დაიქირაოს ქილერი და ნებისმიერ ქვეყანაში მოკლას. აი კაცია ბიძინა, ჩემზე უკეთესად იცროს მისი გარემოცვა. და ამის შიში ექნება ის კი არა რომ ბიძინა არ წააგებს მაგის შიში კი არა გრიჟვაძეს რომ ბიძინა არ დაემხობა არა რომ ბიძინა ეგეთი ღრძოა რომ მიწდება ნებისმიერ ქვეყანაში და ბაჩიაშვილი თქო იქ დაუმტკიცა ამათ რომ მე ძმაო და თქვენ რა გონიათ ბაჩიაშვილი მართლა საქართველოს სპეცსამსახურებად ჩამოიყვანა რუსეთის სპეცსამსახურების ნამუშევრით ბიძინას აჩუქეს ეკაც ვინმეს თუ გონია ეხა ოხანაშვილი რომელიც ლაშა-ცანავას დაძევს ხაბეიშვილი ჩამიწერეო იმიდან აბუ-დაბიდან ბაჩიაშვილს ჩამოიყვანდა რა ვიცი მოო ღმერთმა გაგიმარჯოთ მაგწმენით რომ მამუკა მდინარაძე და ოხანაშვილია მაგის მომხერხებელია ხა მართლა რა სისულელია ხო კაცი ისე გაეპარათ ბიჭო ტაქსით გადაეპარათ კაცი და გინდა დაიჯეროთ რომ აბუ-დაბიდან ქართო ოხანაშვილს ტაქსით გაპარული კაცი რომ ჩამოიყვანა იქიდან ეს იყო რუსების მიერ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საჩუქარი გაუკეთეს ბიძინეევანიშვილს იმიტომ რომ აქ ჰაბი აქვს რუსეთის სპეცსამსახურების და შავი ფულის ტრიალის და ყველა პირობა აქვს ამ რუს გენერალიტეტს ასე ვთქვათ შექმნილი და მაღალი თავმჯდომარის პირობს და რეცხავენ აქ ამ თავის შავ ფულს და ამაში გაუკეთეს ბიძინას ეგ საჩუქარი და სწორედ ამის შიში შეიძლება კონდეს რიჟვაძეს რომ იცი რა მე რო სიმართლე თან ოჯახი არ ყავს ახლა ხო ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ნათესავი ყავს ახლობე ეს შიშები ექნება აი რო იცოდეთ ახლა თქვენ და საჯაროდ ვამბობ მისი ასე ვთქვათ ვერ შეკერვა იქნება თუ ის ხმას არ ამოიღებს თუ მან ხმა ვერ ამოიღო ყველამ შეგიძლიათ მიხვდეთ რა დადასტურებულად გაიგოთ რაც ხდება ხო ეგ არის ხო ანუ დუმილი დაადასტურებს თავის წერილს კი ბატონო და ბოლოს აი ამ შენი მეგობრის ხო მე რო ვთქვი რომ ცეცხლი გაგიხსნა ოპოზიციამ ცალკე ხელისუფლებამ და ხელისუფლებამ ორი ფრონტიდან ერთი აგენტობა დაგაბრალა კობახიძემ და მეორე პირდაპირ შენი უახლესი მეგობარი დაიჭირეს ლაშა-ცანავა რომელსაც ედავებიან თაღლითობას და ნუ თვითონ როგორც ამბობს თხოვდა ოხანაშვილი რომ ავერბოვკებდა შენს წინააღმდეგ მაგრამ თაღლითობას ედავენ რაზე რომ ეს ადამიანი ვიღაცას ატყუებდა ანუ პირდებოდა თაღლითობის ცდელობას ედავებიან თაღლითობას არა ხო ტუფტაზე პირდებოდა რომ მოგიგوارებ რაღაცასო ფული გამოართვა და ატყუებდა არ მოუგვარებდა თუ არ უგვარებდა რაღაც ეგეთ რა არაკას ვაგეთ პროვოკატორი მიუგზავნეს და ჩაწერეს ამაზე ვთქვათ ერთი რომ ხო ეგ მესიჯის რო ვთქვათ რომ ეს აგენტი მაგ უცხოელეთის აგენტი ზოგი ამერიკის აგენტი იმის აგენტი ანუ ხო ხვდებით მაგათ ვინში რა ხდება რუსებმა ეგრე იციან სხვადასხვა ხო სულ მაგას ვამბობ რომ უკუღმა უნდა დაგაბრალონ იმიტომ რომ ეს მართლა სვეტლანა კგბ-ს ოჯახში აღზრდილი კობახიძე ხო რომელიც მისი მამას თანამშრომლობდა თავისი ხელწერილები და თავისი ყველაფერი დარწმუნებული ვარ ესეც ესე იგი ხელწერილით თუ არა და ლუსტრაციის კანონი მივიღოთ ლუსტრაციის კანონი მივიღოთ, მე მაგალითად მომხრე ვარ, მივიღოთ ლუსტრაციის კანონი და გვანახონ ის დოკუმენტები აქვს თუ არა თავის დროზე გია კობახიძეს კგბ-სთან ხელი მოწერილი. გვანახონ რა. ანახონ საზოგადოებას და თქვა რომ ხაბეიშვილი ტყუის პირობითად ვიძახი. ამიტომ რუსული პროპაგანდა ეგეთია მე რა, მუდმივად იქით უნდა მოგიტრიალოს. და მეორე, აი ხა მაგალითად იგივე ცანავასთან დაკავშირებითაც ხო იგივე გააკეთეს ახლა. ვაი ვიში რომ რაღაცა თან სამართლებრივად უწერიათო თაღლითობის ცდელობა. რამდენიმე არგუმენტი მინდა მოვიყვანო მაყურებლისთვის. პირველი, როცა ადამიანი თაღლითურად ფულს ართმევს ვიღაცას, ის ან სადმე პადუარში ჩადის, ან ავტომობილში ჩუმად ითვლის, ცანავა ამ ფულს როცა ართმევს, დგას სადღაცა მარკეტთან, რამდენიმე ადამიანთან ერთად, ეს ხო ჩანს კადრში და ფულსაც ჩუმად კი არ ითვლის, კაცო, ასე ლამე სახეში უთვლის, უყურებს ეს ყალბი ხო არ არის ეს ფული რა. გამოართვა კონკრეტულ სერვისში გამოართვა თანხა ხო და ეს კაცი მუშაობდა მაგაზე უცხოქვეყნის მოქალაქეებთან ესე იგი სასამართლოში მას აქვს უფლება რომ მინდობილი პირი იყოს და წარმოადგინოს სასამართლოში მას თარჯიმნის ის აქვს იმიტომ რომ ეგენაციცის და ასე ვთქვათ ამ ფუნქციასაც ითავსებდა მას შეეძლო ბრძოლად მომსახურებოდა მას შეეძლო დაცვაში მომსახურებოდა მას შეეძლო იუსტიციის სახლში გაყოლოდა მას შეეძლო ნოტარიუსთან დალაპარაკებაში დახმარებოდა და ამაში იუსტიციის სახლთან რომ მიხვალთ ეგ ხალხი ოფიციალურად მუშაობს კაცო და ის კი არა სახში ჩაწერასაც თავაზობენ ფულის სანაცვლოდ. რო აგერ ბინადრობა და რაღაცა თუ უნდა იყო და აწესრიგებ მაგალითად საბუთს. მოდი შევდაჭერე. რაღაცას პირდებოდა, რასაც ვერ გაუკეთებდა. არა, ეს პირდებოდა, როგორ არაფერი არ არის მანდ ჩანაწერში ესაუბრება რომ მე დაგეხმარები, მე დაგეხმარები, რომ ეს საბუთი შენ აიღო. და დახმარება მდგომარეობს იმაში, რომ ყველა საბუთს მოგაწესრიგებინებ, რომ სწორად კონდეს, კაცო, დალაგებული. მიყვები, მოყვები და გაგაკეთებინებ ამას და როცა ადამიანი თაღლითობს, ხო, მაგალითად და მცდელობა აქვს თაღლითობის, მის ანგარიშზე ფულს არ არიცხინებს და თქვენ იცით და აგერ გამოძიებასაც უდევს, თავად ვეუდევს საქმეში, რომ ბჭყალებში $150 იყო თუ რაღაცა ჩაარიცხინა მის პირად ანგარიშზე.
ლაშაცანავამ თქვენ ესე წარმოგიდგენიათ რომ ადამიანი თაღლითობს და მის ანგარიშზე არ ეცხნებს თანხას თუ ჩუმად უნდა აიღოს რაღაცა ფული შავი ფული თუ არის პირიქით ესე იგი რომ ბე ნამდვილად შენ გაინტერესებს ეს საქმე წისრები ჩამირიცხევს მორო დავიწყო მე ეს საქმე ხო იურის დაურეკო ვიღაცას დაურეკო რომ აბა როგორ მოვაგვარო საწავიდე ნოტარიუსი მინდა მოძრაობა მინდა რა ვიცი ხო ვიღაცისთვის $2000 ღირს სერვისი და უღირსო ირბინოს ამ საკითხებზე და იმას აკნა საბუთები შეუგროვოს ვიღაცას შეიძლება $5000 ან $300 ამაში და მეტიც თქო ბრალში უკვე იქ კი არ წერია რომ თაღლითობდა თაღლითობის მცდელობა წერია თუ ჩვენ ავყვეთეთო ხო თაღლითობა ხა და ესეც რომ აგენტ პროვოკატორი მიუგზავნეს და ჩაწერეს ეგეც რო გასაგებია კაცო ვინმე კი არ უჩივლა აგენტ პროვოკატორი მიუგზავნეს და მეორე რეალობა ეს მე მინდა რომ ამას ატოხსნი იცი რომ მინდა რომ ისეთი აი ქოცმაც გაიგოს კაცო არ ხდება ეგრე ფულის მოპარვა რა დღისით ძისით რაღაცა გარეთ რაღაცას თulis და არა ჩუმა და არა ოთახში და არა სადღაცა პადვალში და მანქანაში და მეორე საკუთარ ანგარიშზე არ იწყინესკო და მესამე ნუ არ არის ხა კაცო ეს სერვისი მიბრძანდით იუსტიციის სახლთან და შემოგთავაზებენ ადამიანები თუ უცხოელთან ერთად აი სახლში ჩაგწერო ბინადრობა აიღო მოგეხმარები ნოტარიუსთან ანუ არის კაცო ეს ჩვეულებრივი ამბავია და მეორე ლაშაცანავამ მოყვა ძალიან ძიმე რამე რა ვიცი მე პროკურატურის განცხადება არ მომისმენია არც სუსის ოფიციალური განცხადება არ მომისმენია ადამიანმა მოყვა წამიყვანეს სუსის შენობაში ღამის 12 საათზე პირველის ნახევარზე მაჩვენეს ეს დამონტაჟებული კადრები და რაღაცა და მითხრეს ვაგერ ძმაო შენ ეს ეხა ეს კადრები გვაქვს ჩვენ და 9 წლიანი სროკი აირჩიე ხან 9 წელი სროკი ან არა და ხო მუშაობ ძმაო ხაბესთან ხო ხარ მის უსაფრთხოებაში ხო ეძმა კაცები ხო ემეგრები ხო არის შენ შინეული არაფერი აგერ ფული კეთილდღეობა იყავი ხაბესთან ხო ხედავ იმ ხაბეშოს ფულიც არა აქვს მოგცეს ხო ფული რო და დადიხარ აგერ და რაღაცას მუშაობ ბიჭო ის თავისთავად ვერ შეუნახია შენ რა შეგინახავს და დაასდევ გიჟივით ხო აგერ აიღე დიდი ფული ძმაო იყავი ხაბეშოთან ერთად ჩაწერე გადაიღე რა ორჩე ითანამშრომლო ჩვენთან აგერ მოგვიწერე ხელი რომ თანამშრომლობ რა ანუ რა ინტერესებდა მისგან იღებ ინფორმაციებს ამის გაგება უნდა არა მე გეტყვი ძალიან მარტივ რამეს არა ვარ ეგეთი ისა რა ქვია მიამიტი რომ ინფორმაციას მისგან ვიღებ ეგ გაინტერესებდათ მე რო ვიძახი რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი უნდა დავამხო ჩვიდობიანად. თუ ეხა შენ დაიმაგრებ მანდ კამერას, მე და შენ ვზივართ ავტომობილში და ვლაპარაკობ ჩინაურულად და ჩუმად გადამიღებ, მე დაბლარავს ამას სუსი და მე იქ ვლაპარაკობ. აი მაგალითად მე და ლაშა მივდივართ სადმე და ვლაპარაკობ. ლაშა ამა დედა უნდა ამას უქნათ. აი მაგათ თუ ბოლომდე თუ არ გავიდეთ ლაშა ნახავ. და ეს ვლაპარაკობ რა. დასამხობია ძმაო ივანიშვილი. აი ამას თუ ჩუმად გადაიღებს ლაშა გადაიღებდა ხო? სუსი აჩვენე ნახე ხაბეიშვილს რა უნდა ხედავ ეს მოძალადე. ეს სახელმწიფოს ამხობდა. ჩემს წინააღმდეგ უნდა საქმე შეკერვა რა. წინა საღამოს არ დაწერა პოლიციამ რომ ხაბეიშვილისთვის კარი რაღაცა ციხის კარი გაიღო. იმ ღამეს ჩაუტარეს ლაშას ეგ ოპერაცია რო იცოდე. იმ საღამოს როცა ეგ დაწერეს სტატუსი, ზუსტად 2-ის ნახევარზე აიღეს ეგ სტატუსი და 1-ის ნახევარზე ლაშა უკვე იყავდათ. ლაშა ამბობს რომ 8 ადამიანი იყო, სახეზე იცის ყველა გამოიძიონ და თქვა გუშინ თუ მართალი ხალხია გუში სუსი რატო არ დადგა და არ თქვა რა ეგ იყო ტყუილი რატო არ მოყვა კაცო ეგ ყველამ უნდა იცოდეს რომ ყველა პასუხს აგებს იმაზე რა ქვია მსგავს ქმედებაზე ჩემთვის გასაგები იყო ეხლა სანამ ადვოკატი შევიდა ჩემთვის გასაგები იყო კაცო რომ დააკავეს კაცი რომელიც აი ტიტუშკა იყო თუ ვინ იყო სადაც ჩემი თავი და შუბლი იყო მაგის მუშტი იყო კაცო იქ თუ იმე ჯერა ეხლა რომ იმაზე და ისე ერთი დეტალიც საქმეზე რომელზეც დააკავეს და ედაებიან სუსი მაგ საქმეებს არ იძიებს მაგ საქმეებს იძიებს პოლიცია აი ნებისმიერ ადვოკატს იურისტს კითხეთ ეგეთ საქმეზე სუსში არ მიყავთ სუსი არ აკავებს და სუსი ბრიფინგს არ აკეთებს ეგ არის პირველი აი თუ ნახეთ თუ ოდესმე ეგეთ თემაზე ბრიფინგი გაიგეთ არ არის სუსის საქმე პოლიციის საქმეა მან თქვა რაღაც არის პროკურატურის საქმე რაღაც არის პოლიციის საქმე რაღაც არის სუსის საქმე მიხეილ სააკაშვილმა დაწერა რომ კიდე ველოდებითო ნაციონალურ ზოგს ლიდერების დაპატიმრებასო და რა გაგზელებას ელოდება ხო მე არ ვიცი ისა რა ქვია ალბათ ისინი პროვოკაციებს გააგზელებენ თუმცა რო გითხრა ეხლა ვიღაცა პატიმრობისთვის არაფრისთვის არ ვარ მაგისთვის ბძად რა და არც მაინტერესებს პატიმრობა მე მაინტერესებს გამარჯვება პატიმრობაზე იფიქროს ოხანაშვილმა მდინარაძემ კობახიძემ და იმ კრიმინალურ რანგამ და მათ შორის ივანიშვილმა 4-ამდე დაგიჭირო მე ეს არაფერს არ გამოვრიცხავ თქო მაგრამ რო გითხრა ეხლა მე ეს ყველა მე ვარ მზად ამ რეჟიმის დასამხობა და დასამთავრებლად აბსოლუტურად ჩვიდობიანი გზებით არაფერს სხვაზე რომ მე ესე იქნება არ ვფიქრობ ხელი წაუწდებათ მაგაზეც პასუხს მიიღებენ გასაგებია კარგი მადლობა